მოგესალმებით ძვირფასებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. როგორ ხართ? მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ისევ და ისევ თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი აქტიურობისთვის, უკავშირისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოიწეროთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ მომმართოთ WhatsApp-ის მითითებულ ნომერზე და მე კი დღეს თქვენთვის მინდა გავაკეთო გაშლა ასეთი რა გელით უახლოეს 1 თვეში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. 1 თვიდან 3 თვემდე ავიღოთ, კარგით? რა გელით უახლოეს 3 თვეში 1 თვიდან 3 თვემდე თქვენს ჩაფიქრებულ მამაკაცთან, ჩაფიქრებულ ადამიანთან. გაშლას გავაკეთებ მე 3 ვარიანტად, რადგან ბევრი უყურებთ ვიდეოს და შეიძლება ერთი ვარიანტი ამ შემთხვევაში რეზონირებადი არ იყოს ყველასთვის. ამიტომ მოემზადეთ, კონცენტრირება მოახდინეთ ვარიანტებზე. წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, დახუჭეთ თვალები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. რა ურთიერთობაში ხართ ახლა და როგორ იქნება შემდგომ მასთან ურთიერთობა. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს წყვილი შეყვარებულების, მეორე ვარიანტი იყოს ანგელოზი და მესამე ვარიანტი იყოს აი ეს ულამაზესი სანთლები, სანთელი გოგონა, ქალბატონი ულამაზესი. დააკვირდით ვარიანტებს, რომელი ვარიანტიც მეტად მიგიზიდავთ. წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი, თუ ვინც არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, შეიგრძენით მისი სურნელი და გაგიათვილდებათ ინტუიციურად არჩევა. პირველი, მეორე, მესამე. გადავდოთ პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი, არამერიოს და პირველი ვარიანტი. მოდი ვნახოთ რა ურთიერთობაში ხართ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვარიანტი ნამდვილად თქვენია. მეგობრებო, თუ ეს ვარიანტი არ აღმოჩნდა თქვენი, შეგიძლიათ გადაირჩიოთ. მაშასე ნახოთ რა ურთიერთობაში ხართ ახლა. ხმლების მეფე კვეწვია თავად. გააბრაზეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? სავარაუდოდ ეს ადამიანი ან ცოტა ხისტ ენერგიებშია და გაბრაზებულია და განაწყენებულია, ან გახლავთ ეს მამაკაცი პროფესიით შეიძლება იყოს სამართალდამცავი, იყოს სტრუქტურაში სადმე წამყვან პოზიციაზე და ჰქონდეს სტაბილური სამსახური, ცოტა მამაკაცური სამსახური. შეიძლება უყურებდეთ ექიმსაც, ქირურგს. ამ მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს პარტნიორი, სტაბილური გვერდით და შეიძლება იყოს ცოლიანი მამაკაცი. თუმცა არ გამოვრიცხამ, რომ თქვენზე ნაწყენი და გაბრაზებული იყოს ახლა. რა ენერგიებშია ეს მამაკაცი? და აქვე ამოხვედით თქვენს საკმაოდ არანაკლებ მასზე განაწყენებული და გაბრაზებული ქალბატონი ხმლების დედოფლით. და მე ვიკითხე ამ მამაკაცის ენერგიები ახლა. დიახ, ეს მამაკაცი ალბათ დაოჯახებულია.
და თავდაცვის პოზიციაშია ახლად, შეიძლება არ გამოდის კონტაქტზე, გარკვეულწილად რაღაც წინაღობას მართავს თქვენს წინაშე, ან რაღაც ისეთ ენერგიებშია, როდესაც ადამიანი არ ცდილობს გამოვიდეს კონტაქტზე. კარგით, მეგობრებო, მოდი ვნახოთ უახლოეს 3 თვეში როგორ განვითარდება ამ მამაკაცთან თქვენი ურთიერთობა. როგორ განვითარდება თქვენ შორის ამ ადამიანს და თქვენ შორის ურთიერთობა უახლოეს 3 თვეში. განვითარება. ესე იგი, შინაგანად გექნებათ ორივეს ბრძოლები და ორივე იქნებით შეჯიბრის მომენტში, ორივე იქნებით იმ სიტუაციაში, როდესაც ერთმანეთს უმალავთ თქვენს გრძნობებს, თქვენს შეგრძნებებს, მონატრება ეს იქნება ეს თუ ერთმანეთთან კონტაქტი და ხართ იმ პოზიციაში, რომელი აჯობებს რაში და უთქმელობაში, რომელი არ გამოამჟღავნებს ემოციებს, თითოეული თქვენგანი ფიქრობს, რომ არა მან გადადგას პირველი ნაბიჯი, არა ის იყოს პირველი და აი ასეთ ჭიდილში ხართ თქვენ თავებთან და აი უახლოეს 3 თვეში აი ესე იტანჯავთ თავს, მაგრამ უცებ ამოხდა არკანი, რომელსაც ძალიან სურს თქვენთან მოსვლა, მაგრამ ჩავაბრუნებ და ვიკითხოთ. კიდევ ერთხელ, როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა მომავალ 3 თვეში? და ის არკანი საოცრება, ის არკანი ამოხდა ისევ, რაც წეღან თავისით გადმოხდა, ახლა ისევ ამობძანდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სურს ამ ადამიანს თქვენთან ერთი სული აქვს მოვარდეს თავისი ემოციებით, ძალიან თოკავს თავის თავს. გაჩვენებთ თავს ცივ ენერგიებში, არადა რეალურად ძალიან უჭერს ამ ადამიანს, რომ შეიკავოს თავი კონტაქტისგან და აქ მიჩვენებს, რომ ძალიან ცოტა აკლია ამ ადამიანს, რომ გამოვიდეს კონტაქტზე. გამოვა კონტაქტზე. აუცილებლად მოგწერთ ეს ადამიანი, ან დაგირეკავთ, რადგან მას აქვს თქვენს მიმართ ისევ გულწრფელი ემოციები. კი ბატონო, შეიძლება პირადი შეხვედრა არ ვიცი შედგება თუ არა, მაგრამ თქვენ შორის კონტაქტი შედგება მიმოწერით მაინც. როგორ იქნება? ეს კონტაქტი იქნება ცოტა ემოციური, შეიძლება ვითომ სხვათა შორის იყოს ეს მოწერილი, ვითომ ისე სხვათა შორის მოგიკითხათ, მაგრამ თქვენში ძალიან დიდ ემოციებს გამოიწვევს, სასიამოვნო ემოციებს გამოიწვევს, მაგრამ აი ამ 3 თვეში კონტაქტის გაგრძელება, ფიზიკური კონტაქტის გაგრძელებას ვერ ვკითხულობ, მაგრამ რეალურად თქვენ შორის კონტაქტი, სატელეფონო იქნება თუ ინტერნეტით, აუცილებლად შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თავს გაჩვენებთ ცივად, არ გამოდის კონტაქტზე, ალბათ რაღაც მომენტში ბარიერს მართავს თქვენს წინაშე და ორივენი ხართ იმ სიტუაციაში, რომ არა მან გადმოდგას პირველი ნაბიჯი, არა მან ერთმანეთისკენ იშვერთ ხელს, აქ ნამდვილად 3 თვის განმავლობაში იქნება კონტაქტი. მადლობა პირველებო, დაგემშვიდობებით, მე ველი თქვენს კომენტარებს და მეორე ვარიანტი, ვინც ავირჩიეთ ეს ულამაზესი და უსაყვარლესი ბაძაწუნა ანგელოზი.
რა ურთიერთობაა თქვენ შორის? სიგნიფიკაცია ვნახოთ. მეორეებო. რა ურთიერთობაა თქვენ შორის? გაურკვევლობა, ბუნდოვანი სიტუაცია, შეიძლება ელით გეგმებს სახავთ, მაგრამ არ იცით როგორც. აქ არის სიტუაცია, სადაც არის ეჭვები, რაღაც გაურკვეველი, გიღრღნით გულს, თითოეულ თქვენგანს და არ იცით რეალურად, გაქვთ რამოდენიმე ვერსია, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ხართ, როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა. მეგობრებო, ახალი დაწყებული ხომ არ იყოს თქვენი ურთიერთობა. დამიწერეთ შემდეგ კომენტარებში. რა ურთიერთობა გაქვთ მეორეებო? როდის მოასწარით, უკვე წასულები ხართ, მეგობრებო? აქ შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი წავიდა ურთიერთობიდან, მაგრამ შეიძლება გამგზავრება იყოს ადამიანის თქვენიდან იმის გამო, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვოს ამ ადამიანმა. შეიძლება სამუშაოდ წავიდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თქვენ შორის იყოს კარმული ურთიერთობა და უნდა დავაზუსტო ეს არკანი, რას მიჩვენებს, მამის არკანი ამ შემთხვევაში რას აჩვენებს, რა დასრულდა. ნამდვილად კარმული ურთიერთობა გაქვთ, აქაც შეიძლება ამ ადამიანს ან თქვენ გქონდეთ სტაბილური ოჯახი, შეიძლება ეს სამკუთხედი იყოს და ხომ არ იყო ურთიერთობა. აქ ნამდვილად იყო კარმული ურთიერთობა, მაგრამ თქვენ შორის იყო საოცარი მიჯაჭვულობა, საოცარი ვნება, საოცარი სიგიჟე, მაგრამ თითქოს აქაც მიჩვენებს, რომ თითქოს ოჯახი, ერთ-ერთ თქვენგან შეიძლება ოჯახი აქვს და სწორედ იმ მხრიდან მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც თქვენ ახლა ერთად აღარ ხართ. ფიქრობთ, რომ ისე აღარასოდეს აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. რაღაც არჩევანი ვერ გაკეთდა, მეგობრებო. შეიძლება მან ვერ გააკეთა არჩევანი, ან თქვენ ვერ აირჩიეთ გზა მასთან მისასვლელი იმის გამო, რომ ოჯახი იყო. არ ვიცი, აქ ოჯახის თემას მიჩვენებს ნამდვილად. მოდი ვიკითხოთ, როგორ განვითარდება თქვენ შორის 3 თვის მანძილზე ურთიერთობა. საკმაოდ განაწყენებული ხართ, მეგობრებო, და თქვენ ახლა იმ ეტაპზე ხართ, როდესაც თითქოს თქვენ სივრცეს ასუფთავებთ და გინდათ გაასუფთავოთ წარსული მოგონებებისგან. ახლა ხართ ისეთ ენერგიებში, შეიძლება ცოტა სიბრაზეც გაქვთ და ცდილობთ, რომ თქვენი გონებიდან და გულიდან გააქროთ ის მოგონებები, რომელიც გაკავშირებთ ამ ადამიანთან. იქნება 3 თვის მანძილზე. მეგობრებო, თქვენ რაღაც მიზანი გაქვთ, რომლის მიზნისკენაც სწრაფვას იწყებთ და სრულიად გადაშვებული იქნებით ფინანსების მოძიებაზე, თქვენი სურვილების ახდენაზე. აქ თქვენ ემოცია დაგაკლდათ ნამდვილად, დაგაკვდათ ამ ადამიანისგან ემოცია და ამიტომ თითქოს ახალი გზის საძებნელად მიდიხართ და ძალიან ესეთი ძლიერი ადამიანის ენერგიები მოდის, რომ მე მაინც შევძლებ იმის შესრულებას, რაც დავისახე მიზნად. თქვენ გაქვთ, მეგობრებო, მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფით, რა იქნება თქვენ შორის. მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ თქვენ შორის რაღაც დასრულდა და სწორედ აი ამ დასრულების და კიდევ ერთხელ ამოვიდა კმამაკაცი, რომელიც
აჩვენებს, რომ ოჯახთან ერთად არის და ოჯახშია და თქვენ სწორედ ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ წახვიდეთ ახალი გზით, ახალი მიზნების, ახალი გეგმების შესასრულებლად, რა იქნება თქვენ შორის. თქვენ სტაბილურობას ირჩევთ მეგობრებო და გამარჯვებული გამოდიხართ. მიუხედავად იმისა, რომ კრახი განიცადეთ აი ამ ურთიერთობაში, თქვენ ძალიან დიდი გამარჯვებით, თქვენ საკუთარ თავზე გამარჯვებით. შეიძლება ახლა ცუდ მდგომარეობაში ხართ მეგობრებო, მაგრამ აი ეს თქვენი საქმეზე, თქვენს მიზნებზე გამარჯვება, იმხელა ძალაუფლებას, თავდაჯერებულობას მოგმატებთ, იმხელა ენერგიას, ისეთ ენერგიებში გადადიხართ, რომ იტყვით, რომ ესეც გაივლის. და მეგობრებო, შეიძლება აი ამ 3 თვის განმავლობაში შეიძლება ეს ამ ადამიანს გაუჩნდეს კიდეც თქვენთან მოbrunების შანსი კი არა და სურვილი, მაგრამ თქვენ ისეთ ენერგიებში იქნებით, რომ შეიძლება უკვე აღარც კი გჭირდებოდეთ ეს ადამიანი. მეორე ვარიანტს დაგემშვიდობებით, მე ველი თქვენს კომენტარებს რამდენად რეზონირდა. მადლობა, რომ იყავით ჩემთან და დაგემშვიდობებით მეორეებო და გადავიდეთ მესამე ვარიანტი, ვინც ის ულამაზესი ქალბატონი ავირჩიეთ. რა ურთიერთობა? მეორე ვარიანტი. რაღაცით პირველ ვარიანტს მეორე ვარიანტი გავდა. მესამეებო, მოგესალმებით. იმედია თქვენთან უკეთესობა მაქვს. მესამეებო, ძალიან მინდა თითოეული თქვენგანი იყოთ ბედნიერები და წარმატებულები, იმიტომ რომ თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. მესამეებო, მოგესალმებით. რა ურთიერთობაში ხართ? ყველა გადადიხართ, გადმოდიხართ ერთმანეთის ვარიანტებზე, მეგობრებო. აქ გვეწვია საკმაოდ ცეცხლოვანი მამაკაცი, წარმატებული, რომელიც თავის ძალაუფლებაში, თავის სექსუალურობაში, თავის თავში დაჯერებულია. და აქაც რატომ იჩვენებს, რომ თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი წავიდა ურთიერთობიდან. რა ურთიერთობაში ხართ? მართო ჩემო, ხომ შეიძლება ერთნაირი იყოს ყველა ვარიანტში რაღაცეები. რა ურთიერთობა გაქვთ ახლა? თქვენ მეგობრებო, სამსახურეობრივი ურთიერთობა ხომ არ გქონდათ, სამსახური ხომ არ გაკავშირებდათ, ან საერთო ნაცნობობა. აქაც ვერ გაკეთდა არჩევანი, ვერ აირჩიეთ ერთმა მეორე ბოლომდე თუ მეორემ პირველი, არ ვიცი მეგობრებო, შეჩერებულია აქაც სიტუაცია, აქაც დაპაუზებულია თქვენ შორის სიტუაცია. აქ მგონია, რომ საერთო ნაცნობობა გაქვთ, ან საერთო საქმიანობა, ან ხომ არ იყო ეს ადამიანი თქვენთვის მაღლამდგომი უფროსი სამსახურში. ასეთი ენერგიები მოდის. მესამეებო, რა ვერ აირჩიეთ, რას ეხებოდა არჩევანი? შეიძლება აქ დიდი იმედგაცრუება იგემეთ და ახლა ხართ იმ სიტუაციაში, როდესაც ცდილობთ უკუაგდოთ აი ის ემოციები, გულის ტკივილი მოხდეს, აი იმ ყველაფრით განიკურნოთ და ახალი გზების ძიებით ხართ დაკავებული. რა ენერგიებშია თვითონ ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ვიკითხოთ. არ იცის რა უნდა ქნას, არ იცის რა ქნას. აქაც ღმერთო ჩემო, ყველგან რატომ იჩვენებს სამკუთხედის თემას, გაოცებული ვარ. არ იცის რა უნდა ქნას. თუ ეს სამკუთხედი არ არის მეგობრებო, მისთვის ხართ ძალიან რესურსიანი, ძალიან შემდგარი
შრომის მოყვარე ქალბატონი, თუ ეს მამაკაცი არ არის დაოჯახებული, თქვენ ეს მამაკაცი გხედავთ საკმაოდ რესურსულ და საკმაოდ თქვენი საქმის პროფესიონალ ქალბატონად და ძალიან დიდ გაურკვევლობაში, აპათიაში, ძალიან დიდ სევდაში ახლა ეს ადამიანი იმის გამო, რომ ეს არჩევანი ვერ გაკეთდა, სწორი არჩევანი ვერ გააკეთა, ან თქვენ არ აირჩიეთ ეს მამაკაცი. რა არჩევანი იყო? აქაც ეშმაკი, მეგობრებო, ღმერთო ჩემო, საოცარი მიჯაჭვულობა გაქვთ ერთმანეთთან, შეიძლება აქ ერთ-ერთმა თქვენგანმა საქმისკენ გაიწიეთ, შეიძლება ეს მამაკაცი წავიდა უფრო თავისი ფინანსების მოძიებაზეა გადართული, სამსახურზეა და სწორედ ამიტომ შემოგაკლდათ მისგან ენერგია. შეიძლება ეს მამაკაცი უფრო მეტად დაკავებულია იმ ფინანსების მოძიებაზე და თქვენ თვლით, რომ ეს უკვე პათოლოგიურად არის გადართული თავის აი ამ ფინანსების მოძიებაზე და თქვენ ამის გამო გრძნობთ თავს თითქოს დაჩაგრულად, თითქოს გრძნობთ თავს ისე, რომ მან აი ფინანსური თემა წამოწია თქვენზე წინ, აი აქ ასეთი ენერგია მოდის, მეგობრებო. საკმაოდ შრომის მოყვარე მამაკაცია მინდა გითხრათ, რომელიც დღე-დღე შრომობს თავისი წარმატებისთვის. მოდი ვნახოთ, რა იქნება თქვენს შორის მომავალ 3 თვის განმავლობაში. კი, ისევ იქნება ეს მამაკაცი დაკავებულია იმ თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით, შეიძლება ბიზნესები აქვს ამ ადამიანს და კარგი მმართველია. ძირითადად ეს მამაკაცი დაკავებული იქნება თავისი საქმით და გადართული იქნება აი სწორედ თავის საქმეზე. რა იქნება თქვენ შორის? კრიზისი, მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკმაოდ შეძლებთ, რომ ფეხზე დადგეთ, წამოდგეთ, მიუხედავად აი იმ კრიზისისა, თქვენ შორის გაგრძელდება ცოტა ხანს კიდევ აი ეს კრიზისი და მაგრამ თქვენ არ დაყრით ფარხმალს და თქვენ განაგრძობთ ბრძოლას ნამდვილად. საკმაოდ ქარიზმატული, ცეცხლოვანი ქალბატონები მიყურებთ, შეიძლება ახლა რაღაც პრაქტიკებს აკეთებთ ან მედიტაციებს უსმენთ, ძალიან ძლიერი ინტუიციური ქალბატონები ხართ, რომელთა სიტყვასაც, ფიქრსაც კი მაგიური მნიშვნელობა აქვს. ძალიან ძლიერები ხართ და შეიძლება თქვენ არც კი იცით, რამდენად დიდი სიძლიერეა თქვენში. რა იქნება თქვენ შორის მომავალისკენ? ახლა მეგობრებო, მე ვერ გეტყვით, რომ თქვენ შორის უკეთესობა იქნება, რაღაც რაც მოძველებული იყო ის და დასანგრევი იყო, ის ნამდვილად უნდა დაინგრეს და ნამდვილად ჩამოიშლება. იმიტომ რომ თქვენ უკეთეს იმსახურებთ. სამყარო, რასაც ახლა გვივლენს ამ მომენტში ძალიან მტკივნეულია იმ წუთისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რისთვის გვაძლევს აი ამ გაკვეთილ სამყარო. ამას იმიტომ გააძლევთ სამყარომ, რომ კიდევ უფრო მეტად შეიყვაროთ, დააფასოთ თქვენი თავი და სამყარო გაძლევთ შანსს უკეთესი მიიღოთ. და როდესაც აი ამ თქვენი თავის ფას ისწავლით, მეგობრებო, იმხელა სიუხვე მოდის თქვენთან, იმხელა ბედნიერება, რა იქნება? დიახ, ცხრიანების პენტაკლები და ვარსკვლავი, მეგობრებო, აი თქვენ აუცილებლად აი ამ სამთოში უნდა დაკავდეთ თქვენი იმიჯით, თქვენ თავს მიხედოთ, გაიუმჯობესოთ გარეგნული, თუმცა აქ არ გაქვთ და არ გაკლიათ ნამდვილად შარმი და სილამაზე, გითხარით წეღანაც, მაგრამ ახლა თქვენ დაკავდით
თუნდაც თმის შეღება იქნება, იმიჯის შეცვლა, ანუ თქვენ კომფორტზე ისრუნეთ და სამყარო არ დააყოვნებს, რაც შეეხება ამ მამაკაცთან ურთიერთობას 3 თვის მანძილზე მე პროგრესს ვერ ვხედავ ბოდიშით, მაგრამ საბოდიშო ვიცი რომ არაფერია, სამყარო უკეთეს გიმზადებთ. მე ველი თქვენს კომენტარებს დიდ ბედნიერებას გისურვებთ, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.